კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ვიმყოფებით ბათუმში გოგოლის ქუჩაზე, სადაც იკრიბებიან უსახლკარო ადამიანები. თქვენ კადრში ხედავთ, მათი რაოდენობა თანდათან იზრდება. აქ არის მობილიზებული პოლიციაც, მათი რაოდენობაც თანდათან იზრდება. მე მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, ვინც ახლა შემოგვიერთდა, გეტყვით იმას, რომ გალიფ ოსტურქისთვის ჩამორთმეული კორპუსების ტერიტორიაზე იკრიბებიან უსახლკარო ადამიანები, რომლებსაც აქვთ მცდელობა იმისა, რომ შევიდნენ ამ შენობაში და თვითნებურად დაიკავონ ის ადგილები, სადაც აპირებენ სამომავლოდ, რომ იცხოვრონ. საუბარი არის რამდენიმე კორპუსზე, რომელსაც ხედავთ თქვენ კადრში. ეს კორპუსები უკვე არის სახელმწიფოს საკუთრებაში, ბალანსზე, რადგან გალიფ ოსტურქის გათავისუფლების შემდგომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე უკვე შენობების პატრონი გახდა ამ ეტაპზე სახელმწიფო. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს შენობები, როგორც ქართული ოცნების მთავრობამ განმარტა, თავის დროზე აშენდა უკანონოდ, თუმცა სამშენებლო პროცესი ვიდრე არ დასრულდა, მანამდე მაკონტროლებელმა ორგანომ არაფერი გააკეთა უკანონობის აღსაკვეთად. უკვე მშენებლობა როცა დასრულდა, დაიწყო უკვე დავა გალიფ ოსტურქსა და ქართული ოცნების მთავრობას შორის. თქვენ კადრში ხედავთ უსახლკარო ადამიანებს, რომლებიც აქ ჯერ კიდევ რჩებიან, მიუხედავად იმისა, რომ გვიანი ღამე არის და როგორც თავად ამბობენ, მათ ექნებათ მცდელობა იმისა, რომ შეაღწიონ შიდა ტერიტორიაზე და ასე თვითნებურად მოახერხონ ფართობების დაკავება, რადგან როგორც თავად ამბობენ, წლების განმავლობაში ისინი ცხოვრობენ უსახლკაროდ ღია ცის ქვეშ. მოგესალმებით, კიდევ ერთხელ ხალბატონ დალი, პირდაპირ ეთერში ვართ. თქვენ რჩებით მიუხედავად იმისა სხვებთან ერთად, რომ არის გვიანი ღამე. რას აპირებთ? რას ვაპირებთ? ვიღაცამ უნდა მოვიდეს, უნდა ეიღოს, უნდა პასუხისმგებლობა თავზე, რომ რაღაცას გზას დავადგენ ჩვენ. მე კი არ მსიამოვნებს ავატყობ ქალსაკ დგომა. რაღაცა გვინდა ხომ მოვიდეს ნებისმიერ დროს, როგორ ჩვენ გამოვედით გარეთ, ისე ინებოდ თბილი ოთახებიდან ადგენ გამოვიდით და მოვიდნენ გაგწევ პასუხი. წლებია ვითხოვთ ჩვენ ამას, წლებია, მარტო დღეს კი არა, წლებია ვითხოვთ ჩვენ ამას. მიმართვა გააკეთეთ ცოტა ხნის წინ და არავინ მოვიდა აქ ქართული ოცნების მთავრობიდან. გაგვთ კიდევ იმედი, რომ შესაძლოა? არ გვაქვს იმედი, მაგრამ მაინც რჩები ჩვენ დილამდე აქა. და შეიძლება გაგრძელდეს აქ, კარვები ჩავდგათ და გაგრძელდეს ჩვენი აქ ყოფნა. ქირაში ფულის გადახდას მე მირჩევნია, რომ ასე ცელოფნით მოვჭედო და ბავშვებით მოვიდე და დავიწყე. თუ არ შერწყება ჩვენ თავრობას ნახო უნდა მაგით. დამიჭირონ თუ უნდა, არ მაქვს მაგაზეც პრობლემა. თალითებიძეს უსმენთ თქვენ უსახლკარო ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში სახელმწიფოსგან ითხოვს ბინით უზრუნველყოფას. მოგესალმებით, ქალბატონო მზიური, გითხარით, აბა რას აპირებთ? უკვე 2 საათზე მეტია, რაც იმყოფებით აქ, გვიანი ღამე არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, დაშლას არ აპირებთ. მოგესალმებით, ღამე მშვიდობისა. რა თქმა უნდა, ჩვენ 2 საათია ვდგავართ მოქალაქეებით, უსახლკაროებით, ბათუმელების ძირითადად, რომელიც ნაცნობის სახეები არის ჩვენი ხელისუფლის მიმართ. ვაპირებთ ყოფნას, მანამ ხელისუფლება რეაგირებას არ გააკეთებს ამ თავიანთი მოქალაქეების მიმართ. ალბათ დილამდე მოგვიწევს დარჩენა. მივმართავ ბატონი რამას, მივმართავ გიორგი სინცაძეს, მივმართავ დანარჩენ ხელისუფლებას, ბატონ თამაზაშვილს მივმართავ. კეთილი ნება გამოიჭირონ, თავიანთ თავს ჯერ პატივით სცენ, რომ ხალხი მოეაზრონ, რომ ადამიანები ვართ, ჩვენი ჩვეულები არიან, რაც სანანებელი გაგვიხდნენ და მოვიდნენ და მათი აზრი დააფიქსირონ უსახლკარო ხალხის მიმართ. ჩვენ ვინა ვართ ქართველები, საქართველოში ჩვენი ადგილი არ მოიძებნება. თითქმის 70% უცხოთომელების ძირითადი მაცხოვრებლები არიან.
ჩვენ რატომ არ შეიძლება რომ ჩვენთვის ხელი ეწიფებოდეს და თუ არ გვაქვს შემოსავლის წყარო იმდენი რომ თქვა შევიძინოთ საკუთრებაში ბინა ჩვენ დრო იყო ჩვენ ველოდებოდით ბინას მუშაობდით მაგრამ ახ შეიცვალა წყობა შეშუმბირი შვილი ვყავს მე თვითონ ონკო პაციენტი ვარ წამლებით ცოცხლ დღესდღეობით მაგრამ სულიერად არ დაბეცები მანამ სანამ მე საკუთარ თავს სიმართლეს არ მოიპოვებ ხელისუფლის გადმოსახედიდან მადლობა ქალბატონო მზიური მოგესალმებით თქვენს გითხარით აბა რა გაქვთ სათქმელი დიახ პირდაპირ ეთერი არის ანუ პირველ რიგში რა თქმა უნდა მთავრობასაც მივმართავთ რომ მოგვაქციონ ცოტა ყურადღება და დღეს კი არა უკვე რამოდენიმე წელია ჩვენ მთავრობას მივმართავთ რომ ყურადღება მოგვაქციონ და ამის გარდა კიდე მინდა ხალხს მივმართო აქედან ვინც რო გვისმენს ვისაც რომ უნდა ჩვენთან ანუ ჩვენი თანაგზნობა ვისაც უნდა და ვისაც ვინც რო ჩვენ დღეშია და ჩვენაირად არის და მართლა რო უჭირს აი მაგ ხალხს მინდა მივმართო ჩვენ დილამდე ვაპირებთ აქ გაჩერებას და უბრალოდ გჭირდება თქვენი თანაგზნობა და გვერდში დგომა. თხოვთ მოდით და დადექით თქვენს ჩვენთან ერთად. დიახ, აი თქვენნაირი კატეგორიის ადამიანებს დარჩათ თავისუფალი მედიები, სადაც ისმის ჯერ კიდევ ხმა, თუმცა ჩვენს ცხადია საფრთხის წინაშე ვართ კაბალური კანონების შედეგად მედიის ფუნქციონირება აი იზღუდება ამ ქვეყანაში, მაგრამ ვიდრე არის ამის შესაძლებლობა, ცხადია თქვენ გექნებათ იმის საშუალება, რომ ხმა მიეწვდინოთ სხვებს. მოგვიყევით თქვენი პირადი ისტორია, ანუ რატომ გადაწყვეტეთ, რომ მოხვიდეთ აქ? წლებია რა პირობებში ცხოვრობთ, როგორ ცხოვრობთ და რატომ ითხოვთ საცხოვრებლით უზრუნველყოფას? მოდი ასე გეტყვი, მეგობრებო, რომ მარტო ჩემი ისტორიას კი არ მოვყვები, აქ უმრავლესობა ვინც არიან ხალხის უმეტესობას, თითქმის ერთი და იგივე პრობლემა გვაქვს, ჩვენ ვართ ქირაში და ვიხდით ქირას. მუშაობ ზოგი დასაქმებულია და ზოგი კიდე არაა დასაქმებული და პირობითად 1000 ლარზე მუშაობ, 800 ლარს ან 700 ლარს ქირას იხდი და დანარჩენიც არსებობ, უბრალოდ თავი გაგვაქვს თვიდან თვემდე და ხო შეიძლება რა დაგვეხმარონ ან რაღაცა მოვიდეს ვიღაცამ დაგველაპარაკოს ყურადღება მოგვაქციონ და რა ვიცი ველოდებით ქართული ოცნების მთავრობა ამბობს ალბათ გესმით რომ ხალხს უსმენენ ისინი ზრუნავენ საჭიროებების მოგვარებაზე აი რა შეგიძლიათ უპასუხოთ ამ შემთხვევაში თუ ამბობენ რომ უნდა დაგვეხმარონ მაშინ მარტო თქმით არაა ეს უნდა გააკეთონ რაღაცა ხო უნდა გამოჩნდეს და ეს ხალხი მართლა ავალი წელია უკვე ამ საქმეზე არიან და აქციებს მართავენ და უბრალოდ თქმით კი არა თუ ამბობენ შედეგი უნდა იყოს არა უნდა იყოს ჩანდეს უნდა რაღაცა თუ მართლა გვეხმარებიან ასე ამ დღეში არ ვიქნებით ხალხი გამოჩნდებოდა ხო რამე რო ყოფილიყო მათი მხრიდან და ну ასე რა მოკლედ ხალხს ველოდები უფრო მეტად მინდა ხალხს მივმართო მე თორემ მოცნებას და მოცნებაზე არ მაქვს საუბარი თავრობას ზოგადად თავრობას უკვე ჩვენ მრავალი წელია მივმართეთ და არ ჩანს არაფერი აქედან მინდა უფრო ხალხს მივმართო ვისაც უნდა ჩვენს გვერდით ყოფნა თანაგზნობა ვისაც შეუძლია ადამიანური თანაგზნობა მოვიდნენ და დადგნენ ჩვენთან ერთად არაფერი აღარ მინდა ამის მეტი რო თქვა და თავრობას ეგრეთ წოდებ ვერც მივაწვდინეთ ხმა იმიტომ რომ არ ესმის ჩვენი რამდენი ხანი აქციებს მართავ რამოდენიმე წელია უკვე აქციებს მართავ და არანაირი შედეგი არ არის და უფრო მეტად მინდა ხალხს მიმართო თუ მოვლენ და დაგვიდგებიან გვერდში მადლობელი ვიქნებით მათ ასე კეპია მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის მე კიდევ ერთხელ გეტყვით იმას რომ მოსახლკარო ადამიანები გოგოლის ქუჩაზე კვლავ რჩებიან და ისინი ელოდებიან სხვებს რათა როგორც თავად ამბობენ რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა მოვიდეს აქ რომ ფიზიკურად შეძლონ შეღწევა იმ შენობაში რომლის თვითნებურად დაკავება სურთ მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ვართ თუ შეგიძლიათ დაგველაპარაკოთ გითხრათ რა გაქვთ სათქმელი გამარჯობათ მე ვარ გიორგი არწუმანიანი 33 წელია სოციალურ დაუცველი ვარ რა ხო და ანუ რა გვინდა იცი ნაქირავებში ცხოვრობთ რამდენი წელია 33 წელიდან გამომდინარე ვარ ნაქირავებში ხო და ანუ არის აი იმპერი საშუალება რომ ეს რომ თავრობას შეუძლია რომ გადმოგცეს ან თითო კვადრატი რომ მოგცეს ადამიანზე რა უჭირთ არაფერი ხო ანუ თავრობის სახელზეა ყველაფერი რა ხო და რაც ხარ მოგხედოს რაც ხარ გავიკეთოს რატომ არ აკეთებს ამ ყველაფერს ადგილობრივი თვითმმართველობა ჩვენ ვიცით რომ უკვე სახელმწიფოს ბალანსი არის ეს შენობები ძალიან ბევრჯერ დამიწერია განცხადება და სოციალურ დაუცველი ვარ მე კიდევ ერთხელ ვამბობ 33 წელია ყავს სამი ბავშვი ვცხოვრობ ქირაში და ქირაში ვიხდი 900 ლარს 900 ლარს გამომდინარე ეს თავრობა კი მიხდის სოციალურად გამომდინარე მაგრამ არ ყოფნის
ხო უნდა ვიარსებო რამე ჭამო, რამე ბაღნები უნდა სკოლაში დადიან, ტანსაცმელი უნდა, იგი უნდა, საჭმელი უნდა, შერი ხარ ვაყოფებ ბაღანას. ხო და ანუ ცხოვრების შეულად ხო, ანუ ვარცებობ რა, ასე რომ ვთქვა რა, ვარცებობთ. სოციალურ დაუცველებს, ანუ არ აქცევენ იმ ფერ ყურადღებას. ხო და რაცა დაგვეხმარეთ, რაცა ვიშველეთ. გვინდა ხო ჩვენი კუთხეც გვინდა, კი. არ არის იმის საშუალება მომეთ ვიყიდო და იგი დაგვიფინანსენ კი 50000 ლარი, მაგრამ იმ 50000 ლარით რა უნდა ვიყიდოთ, პროსტო გამაგებით. ხო, ვერაფერს ვერ ვიყიდი, ხო, თავისთავად. არა, იმდენი ხალხია. და ამიტომ უარს ამბობთ ამ 50000-ის მიღებაზეც, ხო? მომცე ხელში, მაინც გირაოში შევიდი მაინც. ხო, იმასაც არ მაძლევენ ხელში. მაინც უნდა იყოს ნაყიდი ბინა, მაგრამ ნაყიდ ბინაში 50000 ლარში ვერ იყიდი. ვერ იყიდი. იმიტომ რომ თან დაფინანსებას გთავაზობენ, ანუ ნაწილი რაც საჭირო არის, უმეტესი უნდა დაამატოთ თქვენ. დამატებით შეიძლება ბანკში რაცა შევძრე, რაღაცნაირად გამომდინარე გავაკეთო, მაგრამ იმის საშუალებას არ გაძლევენ, კაცო. იმის საშუალებას არ გაძლევენ. ანუ რაფერი თემა იცი, პადეშკას არ გაძლევენ საერთოდ თავრობა თქვენ. ჩვენი თავრობა პადეშკას არ გვასწრებს. კი 50000 ლარი დაგვიფინანსენ ჩვენმა თავრობამ. მადლობას უხდი მაგის გამო, მაგრამ ამ 50000 ლარით რა ვქნა, რომელსაც რომ არ ხელშიც არ გაძლევენ. გინდა არ გინდა უნდა იყიდო სახლიო, მაგრამ რაფერ უნდა ნახო 50000 ლარში ბინა. ვერ ნახო. ფიზიკურად ვერ ნახო, ვინმე არ მოგცეს. გინდა ახალ შენებაში შავი კარკასიც რო იყიდო, მაგ იმაშიც არ გაძლევენ მაგის თანხას რა. აი თქვენ და სხვები აქ რისთვის მოხვედით? ან საიდან გაიგეთ რომ აქ აპირებდით შეკრებას? უყურეთ, გადმოიცა რომ თავრობაზე გადმოვიდა ეს ბინები, აქედან გამომდინარე ვიძახი რომ ამ ხალხმა რო გავიგეთ ჩვენ საზოგადოებამ რო გავიგეთ რომ ეს ბინები გადავიდა ჩვენ გემრიელ ხალხთან, თავრობის ხალხთან, მაგიტომ მოვედით რომ პატარა რაღაცა ყურადღება მოგვიყვება, ან მოგცენ ბინები მოგცენ, ან რაღაცა დაგვეხმარონ, ან გირაო შეგვი, ან ქირის ფული მაინც გადაგვიხადონ რა. რომ დავიღალეთ რა დედასპიცაო რა, ბაღანას უყურო, სამ ბაღანას უყურო, რანაირად უყურო, რანაირად ქირა გადავიხადო, რანაირად ჩუქი გადავიხადო, დენი იგია, ხო, პატარა ყურადღება ჩვენაც გვინდა რა. გასაგებია, მადლობა. თქვენ უსმენდით ერთ-ერთი მოქალაქის მოსაზრებას, რომელიც იმყოფება აქ სხვებთან ერთად. ასეთი არის ახლა ვითარება გოგოლის ქუჩაზე, უსახლკარო ადამიანები კვლავ რჩებიან და ელოდებიან სხვებს. ეტაპობრივად აქ უფრო მეტი ადამიანი მოდის და როგორც თავად ამბობენ, რაც მეტი ადამიანი მოვა, მით უფრო უკეთესია, რადგან ერთიანი ძალებით შეძლებენ შეღწევას. ყოველი შემთხვევისთვის ეკნებათ მცდელობა იმისა, რომ შევიდნენ ამ კორპუსებში და ასეთ მეთოდით მოახერხონ ბინების თვითნებურად დაკავება. მოგესალმებით, ქალბატონო, დაგველაპარაკებით. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვარ, დაგველაპარაკებით, რისთვის ხართ აქ, რა მოლოდინი გაქვთ? ისთვის ვაკთა არ გვაქვს ბინა. არაფერი საცხოვრებელი. სად ცხოვრობთ, როგორ პირობებში, რამდენი ხანია რაც ასე? მე მყავს შვილიშვილი. ქმარი ყავდა ისა, რა ქვია, უკრაინელი, ომის დროს წავიდა დაიკარგა. ყავს აუტიზმიანი ბავშვი. აგერ ყველა საბუთის მაქვს და ყველაფერი. და დროებით შეფარებულია დედამისის ბიძასთან. სანამდე უნდა იყოს იქა. აქ რისთვის მოხვედით ახლა რა გეიმედებათ? იყო ხალხი და მეც მოვედი, მე იმედება არაფერი. გასაგებია, მადლობა. გავაგრძელოთ სხვების მოსმენაც, ასეთი არის ახლა ვითარება, რასაც ხედავთ თქვენ პირდაპირ ეთერში. აქ არიან სოციალურად დაუცველები, მათ შორის იმყოფებიან აქ პოლიციელები, რომლებსაც მისასვლელი გზა აქვთ ჩაკეტილი. მათ შორის, როგორც გვაქვს ინფორმაცია, ყველა კორპუსის შესასვლელი კარები არის დაკეტილი, რადგან იქ ვერ შეაღწიონ სოციალურად დაუცველებმა. 2 საათზე მეტია, რაც ისინი იმყოფებიან აქ და ეტაპობრივად მათი რაოდენობაც იზრდება და ისინი მიმართავენ სხვებსაც მოვიდნენ აქ, რადგან რაც მეტი ადამიანი იქნება, გაცილებით მარტივად შეძლებენ იმ შენობაში შეღწევას, რომლის თვითნებურად დაკავებაც სურთ ამ ადამიანებს. მე შეგახსენებთ იმას, რომ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ გალიფ ოზთურქის
საკუთრებაში არსებული რამდენიმე კორპუსი გადავიდა სახელმწიფოს ბალანსზე, რითაც უკვე ამ ადამიანებს მიეცათ იმის იმედი, რომ ქართული ოცნების მთავრობა მათ უკვე გადასცემს ამ კორპუსებს და სწორედ ამიტომ მოვიდნენ ისინი აქ. სხვათა შორის ითხოვენ ქართული ოცნების მერის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ადგილზე მოსვლას, თუმცა ამ ინფორმაციის გახმოვანების მიუხედავად აქ არავინ მოსულა და არავინ დაინტერესებულა ამ ადამიანების ბედით. ბიზნესმენმა გალი ფოსტურკმა ეს შენობები, როგორც ქართული ოცნების მთავრობა ამბობს, თავის დროზე ააშენა უკანონოდ, თუმცა საგულისხმოა ის გარემოება, რომ კორპუსების მშენებლობა ისეთ დასრულდა, რომ მაკონტროლებელმა ვერაფერი შენიშნა ამ უკანონობის შესახებ. უკანონობის აღკვეთაც, ასე ვთქვათ, არ აღკვეთა და კორპუსების მშენებლობა რომ დასრულდა, უკვე სახელმწიფო შემდგომ დაინტერესდა ამ მშენებლობით. გალი ფოსტურკს ბრალიც წარედგინა სხვა გარემოებებთან დაკავშირებით, საუბარი იყო ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება გამოყენებაზე, თუმცა საბოლოო ჯამში გალი ფოსტურკმა მოახერხა საპროცესო შეთანხმების შედეგად საპატიმრო დაწესებულების დატოვება, ის უკვე თავისუფალი არის, თუმცა მან რამდენიმე ობიექტი დათმო, საუბარი არის ამ რამდენიმე შენობაზე, მათ შორის სასტუმრო ინტურისტზეც და ასეთი არის ბოლო ცნობები, რაც ვიცით ბიზნესმენ გალი ფოსტურკის შესახებ. თუმცა სოციალურად დაუცველები თავის მხრივ ამბობენ, რომ მათ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გალი ფოსტურკი თავად თანახმარის, რომ მათ გადაეცეს ეს შენობა, თუმცა ადგილობრივი მთავრობა ჯერჯერობით არ განმარტავს, რა ბედი ეწევა ამ შენობას, რას უპირებს, ჯერჯერობით განმარტებას ამის შესახებ ვერ ვისმენთ. მოდით შევეცადოთ ხვების მოსმენაც. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. შეგიძლიათ გითხრათ, რა საპირეთ გვიანი ღამე არის უკვე მაგ ადგილზე რჩებით? ოცნებობთ და იმედია შევართ ოცნების. 14 წელია ოცნებობთ, ხო? კი, რა თქმა უნდა. და 14 წელია ამ დაპირებებს ისმენთ. კი, რა თქმა უნდა. განცხადებებზე იმდენ ფურცელი მაქვს სახჭირო დასტავყევ და უკვე ვყრი. აგერ. განცხადება უნდა მივცე მაგას პირში. ერთხელ და კარგად. მომდის უარყოფითი პასუხები და ამიტომ შევეშვიცე რას და გამოვედი და იქნებ შევიიტი. მაიმუნები, მეტი არაფერი. სხვა გზა არ გვაქვს ჩვენ. ხო, ეხლა რაც ეს თქვენ ამბობთ, გაქვთ მცდელობა თქვენს ხვებსაც იმისა, რომ თვითნებურად შეძლოთ ამ ტერიტორიების დაკავება, რაც არის უკანონობა, რამ გაიძულათ ეს, რომ ხომ სახელმწიფომ ჩამოართვა ბატონ გალიფს და მან გადაწყვიტა, რომ გადასცეს გაჭირვებულ ოჯახებს. და ვართ ჩვენ გაჭირვებული ოჯახები. ხო, ბინებში და ისე ხავენ და რაღაც არ ეუბნებიან, ისე მოგცენ ჩვენაც და შევალთ და ვიცხოვრეთ დროებით. ოცნების ქალაქში რომ შეუშვეს ისეთებს ბინები მისცეს, ვისაც არ ეკუთვნოდა. ეხლა ჩვენ გვეკუთვნის და ნება დაგვრთუნდა შეგვიშვან აქ. 2 საათზე მეტია აქ ხართ და ითხოვთ, რომ მოვიდნენ ქართული ოცნების მთავრობის წარმომადგენლები, თუმცა აქ არავინ მოსულა, არავინ დაინტერესებულა თქვენიც. რაზე მიუთითებს ეს დამოკიდებულება, როცა თქვენს მიერ არჩეულები არ გისმენთ თქვენ? რავი, დაპირების დროს რამაზ ჯინჭარაძე რო დარბოდა ეზოში და გეხვეწებოდა ხმა მოგვეცით და ყველაფერი იქნებაო, იმედია გამოვა დღეს. კეთილსინებებს და მოვა და გაგვესაუბრება და გვპირდება კიდე რაღაცას. მაგის იმედი გვაქვს, მაგრამ არ ამგონია მოვიდეს და ჩვენ შევეცდებით შესვლას. სხვა გზა არ გვაქვს. ესეკებია, მადლობა. ასეთ იყო კიდევ ერთი სოციალურად დაუცველის მოსაზრება, რასაც ისმენდით პირდაპირ ეთერში, ვითარება ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე. ამ დროისთვის არის სიმშვიდე, თუმცა პერიოდულად პოლიციასა და მოქალაქეებს შორის არის მცირედი კამათი, სიტყვიერი დაპირისპირება, რაც მალევე მშვიდდება, თუმცა როგორც ხედავთ, უსახლკარო ადამიანები კვლავ რჩებიან ადგილზე და როგორც თავად ამბობენ, დღეს აპირებენ, რომ ღამე გაათიონ
ამ ტერიტორიაზე მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ცივა კადრში ხედავთ პოლიციელებს, რომლებიც ადგილზე რჩებიან და მათ აქვთ ეს პერიმეტრი გამაგრებული და შიდა ტერიტორიაზე გადაადგილების შესაძლებლობა ფაქტობრივად არავის ეძლევა. სხვათა შორის დაცვის სამსახურის კოშკურაც ჩადგეს აქ და 24 საათიანი მეთვალყურეობა მიმდინარეობს ამ კორპუსებთან, რადგან არის იმის საშიშროება და ალბათობა, რომ უსახლკარო ადამიანებმა შეძლონ შიდა ტერიტორიაზე შესვლა. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ორი ოჯახი უკვე ცხოვრობს შიგნით შენობაში, თუმცა ამის შესახებ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რა მდგომარეობაში არიან ისინი, ან მოიკითხა თუ არა ვინმე მათი მდგომარეობა, უბრალოდ ამ ადამიანებს, ვინც გარეთ არიან, აქვთ მათი ინფორმაცია, რომ შიდა ტერიტორიაზე ცხოვრობს უკვე ორი ოჯახი. შენობას, როგორც ვიცით, ამ ეტაპზე არ მიეწოდება ელექტროენერგია და ამას თქვენ კადრშიც ხედავთ, ჩაბნელებული არის ყველა კორპუსი. მოქალაქეები კითხულობენ კომენტარებში, რომ რატომ არის აქცია, რატომ ტარდება აქ, აქცია არ ტარდება, აქ იკრიბებიან უსახლკარო ადამიანები და მათ აქვთ მცდელობა იმისა, რომ თვითნებურად შეძლონ ამ კორპუსებში შესვლა და ბინების დასაკუთრება, რადგან როგორც თავად ამბობენ, წასასვლელი არსად აქვთ და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს გაჭირვების გამო ეს უკანონო გადაწყვეტილება მიიღონ. თანდათან უფრო მეტი ადამიანი მოდის ამ ტერიტორიაზე, როგორც თქვენ კადრებში ხედავთ. ისინი ერთმანეთს აგებინებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აქ იკრიბებიან და ითხოვენ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიდეს, რათა ერთიანი ძალებით უფრო მოახერხებენ შენობაში შეღწევას. ერთ საათზე მეტი არაც უკვე ამ ტერიტორიაზე არის სიმშვიდე. აქ მყოფი ადამიანები ელოდებიან სხვებსაც და ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიეწვდინონ ხმა, რომ ისინი აქ იმყოფებიან. უნდა აღინიშნოს, რომ ამ წლების განმავლობაში არაერთი ტერიტორია დაიკავეს თვითნებურად სოციალურად შეჭირვებული კატეგორიის მქონე ადამიანებმა, საუბარი არის სხვადასხვა ტერიტორიაზე და ამას ჩვენ პერიოდულად ვაშუქებდით მათ საჭიროებებს. თავის მხრივ ბათუმის მერია ყოველთვის ამტკიცებს ყველა ჯერზე, რომ სოციალურად დაუცველების საჭიროებების მოგვარებაზე აქტიურად მუშაობენ, ზრუნავენ, თუმცა ეს ადამიანები ვერ გრძნობენ ამ ზრუნვის შედეგს და როგორც თავად ამბობენ, თქვენ უსმენთ პირდაპირ ეთერში იმას, რომ წლებია ისმენენ მხოლოდ დაპირებებს და მეტს არაფერს და ამ დაპირებებისაც უკვე აღარ სჯერათ. და როგორც თავად ისინი ამბობენ, ეს დაპირებები განსაკუთრებით მაშინ აქტიურდება, როცა ქვეყანაში არის წინა საარჩევნო პერიოდი. არჩევნების შემდგომ კი ეს დაპირებები ქრება, მათ შორის დაპირებების ადრესატებიც კი კაბინეტებში აღარღებულობენ ამ ადამიანებს.
ასეთი არის ვითარება, დროებით არის სიმშვიდე ამ ეტაპზე, ის ადამიანები ელოდებიან უკვე სხვებსაც, ჩვენ ცხადია ადგილზე ვრჩებით და მოვლენების განვითარებას ვაკვირდებით და დავრჩებით მანამ, ვიდრე ეს ადამიანები იქნებიან აქ, იმიტომ რომ ჩვენ ვაშუქებთ ამ ადამიანების საჭიროებებსა და მოთხოვნებს პირდაპირ ეთერში, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ძალიან ცოტა მედია შემორჩა, როცა მედია უსმენს ხალხს და ამიტომ ნიშნულოვანი არის ჩვენი აქ ყოფნა, ვრჩევით ადგილზე და ვაკვირდებით პროცესებს პარალელურ რეჟიმში კი მოვლენების განვითარებას უწყვეტ რეჟიმში გაწვდით პირდაპირ ეთერში. მე ვხედავ, რომ კიდე მოვიდნენ აქ ადამიანები, მექნება მცდელობა იმისა, რომ გავესაუბრო მათ და კითხოთ, აბა რას აპირებენ. მოგესალმებით, ბატონო, გესმით? მოგესალმებით, გითხარით, აბა რისთვის მოხვედით აქ, რა სიტყვით? თქვენ შეგიძლიათ დაგველაპარაკოთ, ხალბატონო? დაგველაპარაკეთ, აბა რა სიტყვით, რისთვის მოხვედით? აქ საიდან გაიგეთ, რომ აქ იყო ადამიანები მე დიდი ხანია დავდივარ იმაზე აქციებზე. ეროზირებული მაქვს სახლი, შარშანო ორი ბაღანა წამდამილობა, გასათხოვი გოგოს ერთად იყვნენ. ანუ ეროზირებული მაქვს სახლი და ვითხოვ ბინას, ნაქირავებში ვარ. და აგიგულიზად ვარ მოსული ახლობლების გავიგე და მოვედი. საიდან ხართ და სად ცხოვრობთ ახლა? ეხლა ქალაქში ვცხოვრობ 2 წელია. ხულოდან ვარ წარმოშობით. ქონდა მცდელობა, რომ მიგემართათ ადგილობრივი მერიისთვის, რა პასუხები აქვთ მათ? არაფერი არა აქვს. პასუხს არ გვაძლევენ, ეროზირებული მაქვს სახლი და ვითხოვ ბინას რა. არის ცხოვრება ჩემს სახლში. კი, საბუთები, განცხადებები შეტანილი მაქვს თბილისშიც, მაგრამ არანაირი რეაქცია არ მოგვაქციეს ყურადღება. რატომ არ გაქცევენ ყურადღებას, როგორ ფიქრობთ, რატომ უგულებელყოფილი არის თქვენი მოთხოვნები? ვერ გავიგეთ მაგაციდან რამე. 3 წელია უარყოფითი მოდის 3 წელია პასუხები არ გვაძლევენ არაფერ რეაქციებას. ახლა აქ მოსვლით, როგორ ფიქრობთ, რა შანსები არსებობს ამ შემთხვევაში? ღმერთის დახმარებით და რა ვიცი. მეგობრების დახმარებით. თანადგომა ალბათ ერთმანეთის, იმიტომ რომ აქ ამბობენ, რომ რაც მეტი ადამიანი მოვა, გაცილებით უკეთესია ძალა ერთობაში. რაც მეტი ადამიანი მოვა, ხალხი შევართ ღმერთის დახმარებით. ალბათ ისმენთ, რომ იმას, რომ ქართული ოცნება მუდმივად ამტკიცებს იმას, რომ თქვენდაირ კატეგორიის ადამიანებზე ისინი ზრუნავენ, ბინებით გაკმაყოფილებთ ეტაპობრივად. აი, ეს განცხადებები რამდენად რეალურია? არანაირი დაკმაყოფილება არ ყოფილა ჩვენთან, რა ვიცი რა. რაც ხამით შევიტანეთ განცხადება, უარყოფითი მოვიდა. არ გვაკმაყოფილებენ, მათიანებს აკმაყოფილებენ, ჩვენ არანაირი რეაქცია არ მომაქციეს და იმიტომ გამოვედი ამ შუაღამისას და ვითხოვ ბინას. გასაგებია, მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. ასეთი არის ვითარება ახლა გოგოლის ქუჩაზე. დაგველაპარაკებით, გვეტყვით თქვენ რაიმეს პირდაპირ ეთერში ვართ, რისთვის ხართ აქ მოსული, რა სიტყვით? ბინას ვითხოვთ, მაგალითად. დაქირავებში ვცხოვრობ 28 წელია, არაფერი არ გაგვაჩნია. არც დახმარება, არც სოციალური დახმარება. ვითხოვთ, რომ ბინა მოგცენ რა, დაგვიიგონ, თავისუფალია, მთავრობისა, ვიცით, გავიგეთ. და ვითხოვთ, რომ შეგვიშვან, დაგვასახლონ, დაგვეხმარონ. თუ არ მოგცემენ, დროებით მაინც დაგვასახლონ რა. ხირის ფულს არ გადავიხდით. როგორ ფიქრობთ, რა შანსები არსებობს ამ შემთხვევაში? ვხედავთ, რომ მიმართვის მიუხედავად ადგილობრივი მთავრობა არ მოსულა აქ ტერიტორიაზე. არ ვიცი, ვერ გეტყვით, რადგან 28 წელია არანაირი შანსი არ გქონია მთავრობისგან, არც დახმარება არ დამინახავს და არაფერი და. დღეს რა ვიმედოვნებთ მაინც, რომ გადმოვხედავენ ალბათ რა. ვერ გეტყვით, რა შანსები არსებობს, მაგრამ ჩვენ იმედს არ ვიტეხავთ. მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. მოგესალმებით, ხალბატონო, თქვენ შეგიძლიათ დაგველაპარაკოთ. კეთილი, ასეთი არის მოსაზრებები, განცხადებები, რასაც თქვენ ისმენთ პირდაპირ ეთერში. პარალელურად გეტყვით იმას, რომ ამ ეტაპზე აქ არის სიმშვიდე, თანდათან ხალხის რაოდენობა უფრო იზრდება, რადგან ისინი ახლობლებს აგებინებენ სოციალური ქსელების მეშვეობით, ურეკავენ და ეუბნებენ იმას, რომ აქ იკრიბებიან და
რაც მეტი ადამიანი მოვა, როგორც თავად ამბობენ, გაცილებით მეტი შანსი აქვთ იმისა, რომ თვითნებურად შეაღწიონ ამ შენობებში და ასე უფრო მეტი ადამიანით შეძლონ სახელმწიფოს კუთვნილი ბინების თვითნებურად დაკავება. ორ საათზე მეტია, რაც ეს ადამიანები აქ იმყოფებიან, მიმართეს ქართული ოცნების ბათუმის მერს, ასევე მიმართეს ქართული ოცნების აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თუმცა არავინ მოსულა ამ ტერიტორიაზე, მათ შორის განყოფილებების უფროსებიც კი არ მოვიდნენ აქ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ მათგანს პირდაპირი ვალდებულება გააჩნიათ იმისა, რომ სოციალურად მოწყვლადი კატეგორიების საჭიროებები მოაგვარონ და მოისმინონ მათი სათქმელი, როგორც ჩანს, ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის ამ ადამიანების მოთხოვნები არაფერს ნიშნავს და ყოველ ჯერზე მათი მოთხოვნების უგულვებელყოფა ხდება. ეს შენობები თავის დროზე, როგორც ქართული ოცნების მთავრობა ამბობს, უკანონო დააშენა თურქმა ბიზნესმენმა გალი ფოსტურქმა, რომლის დასრულების შემდგომაც ამ უკანონობის შესახებ გახდა ცნობილი, მანამდე სამშენებლო პროცესი მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ შეამჩნია ან არ შეამჩნია, პროცესი ისე დასრულდა, რომ აქ სამშენებლო პროცესი ერთი დღეც კი არ შეჩერებულა. ჯერჯერობით კი არა და ამ დრომდე გაურკვეველია ამ შენობის ფუნქცია, თავდაპირველი ფუნქცია, რა მიზნით აშენდა, რა ფუნქცია უნდა ჰქონოდა, ამის შესახებ საზოგადოებას დღემდე არ გააჩნია ინფორმაცია. ახლა ეს კორპუსები უკვე სახელმწიფოს ბალანსზე გადავიდა და სწორედ ახლა ეიმედებათ ამ ადამიანებს ადგილობრივი მთავრობა, რადგან ფიქრობენ, რომ მერია მათ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს ამ ტერიტორიაზე და სწორედ ამიტომ მათ აქვთ მცდელობა იმისა, რომ ხმა მიაწვდინონ ქართულ ოცნებას, რომელიც თავის მხრივ ამ ადამიანებს არ უსმენს. მოკლედ თქვენ ისმენდით შეფასებებს ამ ადამიანების სათქმელს და ჩვენ ცხადია ვრჩებით ადგილზე და მოვლენების განვითარების შემდგომ კვლავ შემოგიერთებით პირდაპირ ეთერში ან ინფორმაციას მოგაწვდით უკვე ტექსტურის სახით ჩვენს ოფიციალურ გვერდსა და სოციალური ქსელების სხვადასხვა არხზე, რასაც ჩვენ უწყვეტად ვანთავსებთ ინფორმაციებს. მადლობა, რომ გვიყურებთ და მადლობა ნდობისთვის. დროებით ცხადია მოვლენების განვითარების შესაბამისად კვლავ დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში.